მოგესალმებით. ადამიანები ბოლო დღეებში ძალიან აქტიურად ითხოვდნენ ჩემგან, რომ მე ჩართულიყავი ამ საქმეში. გარდა იმისა, რომ ნიშნავდნენ სხვადასხვა პოსტებზე, ასევე მირეკავდნენ, ათობით არის შემოდიოდა ჩემს ტელეფონზე, ასევე მესიჯი და მთხოვდნენ, რომ დავხმარებოდი ამ ადამიანს და ყველა მათგანი მიგზავნიდა ვიდეოს ლინკს, სადაც ეს ქალბატონი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუჩინარდა 17 წლის შვილი. და როდესაც ჩავერთე და როდესაც უკვე ყველამ გაიგო, რომ მე ვარ ადვოკატი ამ საქმეში, საზოგადოებას ჰქონდა ძალიან პოზიტიური რეაქცია და მე მინდა ამასთან დაკავშირებით გავეკოთო მცირე კომენტარი, რომ მსგავსი ტიპის საქმეებში ჩართვა და ასეთი დაჩაგრული ადამიანების დაცვა არის ჩვენი ადვოკატების ვალდებულება. ეს არ არის, აქ არაფერი გმირობა არ არის, ეს არის ერთ-ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც არა მარტო მე, არამედ ჩემი სხვა არაერთი კოლეგა ეხმარება სრულიად უსასყიდლოდ სხვადასხვა ადამიანებს და ეს არის ჩვენი პროფესიული ვალდებულებაც კი. არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ჩაერთო ისეთ საქმეში, სადაც ვიღაცამ შეიძლება დიდი ჰონორარი გადაგიხადოს. ხშირ შემთხვევაში ყველაზე ხშირად ადვოკატებს გვიწევს ჩართვა მსგავსი ტიპის საქმეებში, სადაც ხედავთ, რომ ადამიანი დაჩაგრულია, სადაც ხედავთ, რომ ადამიანს წლების განმავლობაში ატყუებდნენ, ცრუ ინფორმაციებს აწვდიდნენ და სადაც საუბარია სავარაუდო არა ორ, არამედ რამდენიმე სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულზე. და მე, რა თქმა უნდა, როგორც ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის, ვალდებულიც კი ვარ, რომ გავაკეთო ყველაფერი, უბრალოდ მე გავიმართლა, რომ ვარ ადვოკატი და ცოტა მეტი შემიძლია იმისათვის, რათა ამ ოჯახს და ამ ადამიანს დავეხმარო. შესაბამისად, მე რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა მე მინდა რომ კიდევ კომენტარი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო ეს ქალბატონი ამდენი ხნის განმავლობაში. ეს კითხვა დაისვა, რომ რატომ 12 წლის შემდეგ ახლა რატომ გახადა დედამ აქტუალური ეს საკითხი და აქამდე სად იყო. მე მინდა ამ კითხვას უპასუხო და მე მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რაც საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის შეიძლება ცნობილი ჯერ კიდევ არ იყოს. ეს ქალბატონი 12 წელია იბრძვის ყველა მეთოდით, აბსოლუტურად ყველა კანონიერი მეთოდით, რომ დადგინდეს და გაირკვეს რა ვითარებაში დაიკარგა მისი შვილი. იბრძვის სამართლებრივი მეთოდებით, ასევე თავად ატარებს გამოძიებას. წარმოიდგინეთ, ის რაც თავის დროზე სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა და სწორედ სახელმწიფოა ვალდებული მსგავსი საქმეები, მსგავსი შემთხვევები გამოიძიოს სრულყოფილად და ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ეს არ გააკეთა, თავად ეს ქალბატონი აკეთებდა ამ ყველაფერს და მას სხვათა შორის გარკვეული ინფორმაციები აქვს შეკრებილი და ამ ყველაფერს ახლა ჭირდება პროფესიონალურად ანალიზის გაკეთება, ამ ინფორმაციებს სჭირდება შეერთება, გაცხრილვა სანდო არასანდო ინფორმაციების ერთმანეთისგან და კიდევ სხვა ახალი ინფორმაციების დამატება იმისათვის, რათა მივიღოთ სწორი მოცემულობა. დაიხატოს რეალური სურათი, აღდგეს რეალური სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 12 წლის წინ. მე ძალიან ხშირად ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ხვდები დედებს, რომლებიც არიან ნამდვილად მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში იმისა, რომ მათი შვილი უკანონოდ დააკავეს. ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა ადამიანებს უდებენ ნარკოტიკს, უდებენ იარაღს და მე ვხედავ გამწარებულ დედებს. ასევე მე ვხედავ დედებს, რომელსაც შვილი მოუკლეს, ან შვილი გარდაიცვალა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად და ისინი ითხოვენ სამართალს, ისინი ითხოვენ საქმის სწორად გამოძიებას, ისინი ითხოვენ დამნაშავის დასჯას და ასე შემდეგ. და ყოველთვის ვამბობდი, რომ ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება იყოს დედისთვის. მაგრამ მე გუშინ, როდესაც შევხვდი ამ ქალბატონს, რომელიც მე მიყვებოდა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაკარგა 12 წლის უკან შვილი, რომლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს, არ იცის ეს ადამიანი, ეს ბავშვი ცოცხალი არის, გადაცვლილი არის, არც ის იცის დანამდვილებით რა ვითარებაში დაიკარგა. დამერწმუნეთ, ეს კიდევ უფრო დიდი ტკივილი ყოფილა დედისთვის, ვიდრე ის ტკივილი და ვიდრე ის ტრაგედიები, რა ტრაგედიებზეც მე წეხან გესაუბრეთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემი და მე აქ ვერაფერს გავხდები, მარტო მინდა გითხრათ, ყველა საზოგადოების ყველა წევრი უნდა დავირაზმოთ იმისკენ, რომ აღდგეს სამართალი, რომ
დადგენილი იქნეს თუ რა ვითარებაში დაიკარგა ეს ბავშვი, ცოცხალი არის, არ არის ცოცხალი, სად არის და მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ტყუილი გავრცელდა. ეს ქალბატონი ძალიან ბევრმა ადამიანმა მოატყუა წლების განმავლობაში. გამოძიებამაც, ჩემი ინფორმაციით და მე ამ ყველაფერს აუცილებლად გავარკვევ, ბევრჯერ შეიყვანა შეცდომაში ეს ქალბატონი და არა მარტო გამოძიებამ, არამედ სხვადასხვა პირებმა და მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მოგვიწიოს ყველა ამ ფაქტის დასახელება, საზოგადოებისთვის მიწოდება იმისათვის, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზანს. აქ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი უკანდახევა არ იქნება. მე საერთოდ არ მაინტერესებს ვის ექნება, ვის ქონდა ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით, გავლენიანი პირი იყო, არ იყო გავლენიანი პირი, ცნობილი ადამიანი იყო, უცნობი ადამიანი იყო. მე საერთოდ არ მაინტერესებს, ჩვენთვის თავარია, რომ აღდგეს სამართალი და მივაღწიოთ დასახულ მიზანს. გაირკვეს რა ვითარებაში დაკარგა შვილი დედამ და ეს ბავშვი მარტო დედამ კი არ დაკარგა, მთელმა ქვეყანამ დაკარგა და ჩვენ ვალდებული ვართ ყველაფერი გავაკეთოთ აღნიშნულის დასადგენად. მე რა თქმა უნდა ვაპირებ, რომ ამ დღეებში დაუკავშირდე გამომძიებელს იმისათვის, რათა უფრო ვრცელი ინფორმაცია მივიღო ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, რომ არ არის ჩატარებული ეფექტურად საგამოძიებო მოქმედებები, არ არის ჩატარებული საპროცესო მოქმედებები. ოფიციალურად შეწყვეტილია ისე გამოძიება დარიელ თუ? ჩემი ინფორმაციით, მე აღნიშნულსაც რა თქმა უნდა, გადავამოწმებ, მე მხოლოდ გუშინ შევხვდი, გუშინ საღამოს შევხვდი დედას, მინდა გითხრათ და ბევრი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მაქვს, თუმცა მე რა ინფორმაციაც მაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ გამოძიება არაეფექტურად ჩატარდა, გამოძიება შეწყვეტილი არ არის, კვლავ ღია არის გამოძიება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს გამოძიების შეწყვეტა არ შეწყვეტას, თუ გამოძიება ეფექტურად არ ტარდება. თუ საგამოძიებო მოქმედებები ეფექტურად არ ტარდება. მე ის ინფორმაციაც მაქვს, რომ პირები, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას, რომლებიც გამოიკითხნენ, აფიქსირებენ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. რადიკალურად სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან ის ადამიანები, რომლებიც ერთად იმყოფებოდნენ. ისმის კითხვა, არ უნდა დაედგინა გამოძიებას, რომელი მათგანი ცრუობს, რომელი მათგანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის სწორი. როდესაც ორი ინფორმაცია, როდესაც ორი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგება, გამოძიება ვალდებულია ნეიტრალური მტკიცებულებების შეკრიბოს და დაადგინოს, რომელიც სრულობს და რომელს უნდა დაიხმოს. ამ შემთხვევაში, ჩემი ინფორმაციით, არაფერია გაკეთებული საერთოდ ამ მიმართულებით. ასევე რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება მაინტერესებს განსაკუთრებით და მე მივიღე ინფორმაცია, რომ საერთოდ ჩატარებული არ არის, მე არ ვაპირებ ამ ყველაფრის გაჟღერებას დღეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან თუ ეს გაკეთებული არ არის, მაშინ მე უნდა მოვთხოვო გამოძიებას ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და წინასწარ თუ დავაანონსე, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება. და ასევე არ არის გამოთხოვილი ინფორმაციები კონკრეტული პიროვნებების ტელეფონებიდან. მე ახლა ამასაც არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ უნდა გაიკეთებინათ. იქნებ ვინმე მალავს რაიმე ინფორმაციას, იქნებ ვიღაცის ტელეფონში ინახება მნიშვნელოვანი ვიდეო, ან მნიშვნელოვანი ფოტო, ან მნიშვნელოვანი მესიჯი, ან თუ წაშლილი არის, არ უნდა გადაგზავნილიყო ექსპერტიზაზე აღნიშნული მესიჯების და აღნიშნული ინფორმაციის აღდგენის მოთხოვნით. მე როგორც ვიცი, მსგავსი არაფერი გაკეთებულა. ასევე ჩემი ინფორმაციით, როგორც დედამ განმიცხადა, გამომძიებელი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საქმეზე, შეიცვალა და შემდეგ უკვე, როდესაც აღნიშნულ გამომძიებელს დაუკავშირდნენ, მას უთხრეს, რომ თითქოს ეს გამომძიებელი საერთოდ არ ყოფილა ამ საქმეში ჩართული და თითქოს ეს ქალბატონის შეცდომაში იყო შეყვანილი. ანუ მე რა ინფორმაციას მივიღე გუშინ ამის საფუძველზე, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქალბატონს ატყუებდა ყველა, როგორც გამოძიება, როგორც სახელისუფლებო ინსტიტუტები, ასევე სხვადასხვა ადამიანები და აწვდენ არასწორ ინფორმაციას. ასევე რამდენიმე ფაქტის შესახებ მითხრა მე აღნიშნულმა ქალბატონმა, დამირეკეს შენი შვილი კონკრეტულ ადგილას იმყოფება, მივიდა კონკრეტულ ადგილას, იქ არ იყო. შემდეგ სხვა ადგილზე მიუთითეს, იქ სხვაგან გაუშვეს, შემდეგ წავიდა სხვა ადგილზეც იქაც არ იყო. ანუ ეს ქალბატონი 12 წლის განმავლობაში ეს გამწარებული ადამიანი ხარჯავს უდიდეს რესურსს. როგორც არის ფინანსური რესურსი, დრო, ენერგია,
ნერვები და ასე შემდეგ, რომ რაღაც კვალზე გავიდეს და თვითონ ერთი ადამიანი აკეთებს იმას, რაც საგამოძიებო ორგანოს უნდა გაეკეთებინა და სახელმწიფო რესურსი უნდა ყოფილიყო გამოყენებული ჭეშმარიტების დასადგენად. ტარიელ, იცი რა მინდა გკითხო? სხვათა შორის პირველივე დღეს, როდესაც ეს ინტერვიუ გავრცელდა და შემდეგ ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, ნებისმიერ ჩვენგანს ვინც მოусმენდა ამ ინტერვიუს, მქონდა ესეთი განცდა, რომ იმ 14 ადამიანიდან ვიღაცა მაინც იცის სიმართლე ყველამ თუ არა, ვინც იმყოფებოდა გურამთან ერთად ექსკურსიაზე. ალბათ დღეს მდგომარეობით ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ აქამდე მივიდოდა საქმე, რომ მინიმუმ მე და თქვენ ვისაუბრებდით 12 წლის შემდეგ ამ საქმეზე. იცით რა მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ვიცით თუნდაც დღეს ახლა ვინც ადევნებს ამ დღეებში რაც ხდება თვალს, მათგან რომელიმე ან ახლა გვისმენს, რომ არ ვიცი, რაღაც შეცვალონ, არ ვიცი საკუთარ თავში, რომ გადაწყვიტონ, რომ რაღაცა დაგეხმარონ. იცით რატომ? იმიტომ რომ გამოძიება თუ დაიწყება, მათი პასუხისგებლობის საკითხის დადგება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ დანაშაულის დაფარვაც ხომ დანაშაულია. თუ ვინმეს შეიძლება კონდეს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, პირველ რიგში ეს უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც იმ დღეს ამ ბავშვთან ერთად იმყოფებოდნენ. როგორ შეიძლება არც ერთ მათგანს არანაირი ინფორმაცია არ კონდეს და როგორ შეიძლება ყველა მათგანი განსხვავებულ ინფორმაციებს აჟღერებდნენ გამოძიებასთან და სხვადასხვა პირებთან. ამას მინდა ხაზი გაუსვა. სხვადასხვა პირებთან და ამაზე შემდეგ მოგვიანებით მე უფრო დეტალურად ვისაუბრებ. როდესაც ადამიანი არაფერს მალავს და ის სიმართლეს ყვება, ის ასე რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციებს არ აწვდის გამოძიებას და სხვადასხვა პირებს. რა თქმა უნდა, ჩდება ეჭვი, რომ აქ ვიღაც რაღაცას მალავს და მე მინდა მათ მოუწოდო, რომ კეთილი ინებონ, ამით ისინი არა მარტო დაეხმარებიან გამწარებულ დედას და არა მარტო დაეხმარებიან საზოგადოებას, არამედ საკუთარ თავებსაც დაეხმარებიან, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ნამდვილად გრძნობენ და წესით ასე უნდა იყოს, გარკვეულ დისკომფორტს სუბუქად რომ ვთქვათ, საკუთარ თავებთან. თუ მათ ინფორმაცია აქვთ და ხედავენ გამწარებულ დედას, რომელიც 12 წლის განმავლობაში ფაქტობრივად წამებას გადის და ტანჯვას გადის ყოველდღიურად და ინფორმაციას არ აწვდიან საგამოძიებო ორგანოს, ეს რა თქმა უნდა მორალურად ძალიან მძიმე უნდა იყოს მაგათთვის. ამიტომ მე მათ მოუწოდებ, რომ პირველ რიგში მათივე ასე რომ ვთქვათ, სინდისთან იყვნენ მართლები, საკუთარ თავთან იყვნენ მართლები და მეორე მართლმსაჯულებასთან იყვნენ მართლები, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა და მე პირადად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ყველა კითხვის პასუხი გაეცეს და თუ დადასტურდება, რომ ვინმე რამეს მალავს, ვინმე ცრუ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას, არასწორ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას, შეცდომაში შეყავს გამოძიება და მართლმსაჯულება, რა თქმა უნდა, ამას უკვე ექნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება, ჩვენ მოვითხოვთ ასეთ შემთხვევაში, რომ იყოს მკაცრი სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ მე ყველა მათგანს მოუწოდებ, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გამოძიებას რაც შეეხება, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ის გაჩერებული გამოძიება გაგრძელდეს და კეთილი ინებოს გამომძიებელმა და ჩაატაროს ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც 12 წლის განმავლობაში უნდა ჩაეტარებინა და არ ჩაატარა. მე ძალიან ხშირად მსმენია სხვადასხვა საქმეებზე, სადაც მიდიოდა დანაშაულის არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და თვეების შემდეგ ჩართულ ვარ საქმეში და წლების შემდეგ, რომ ახლა უკვე ყველა მტკიცებულება დაიკარგებოდა, რა აზრი აქვს, ეს ხო გამქრალი იქნება ეს მასალები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვინახავს, რომ თუ ეფექტურად გაგრძელებულია საგამოძიებო მოქმედებები, თითქმის ყველა შემთხვევაში ჩვენ მიგვიღწევია დასახული მიზნებისთვის და გამოვართ სიტუაციაშიც კი გამოსავალი გვიპოვნია. მე ვფიქრობ, რომ ესეც ასეთ შემთხვევა უნდა იყოს. ახოთ, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ტარიელ კაკაბაძე იყო ჩვენი ეთერის სტუმარი. დღევანდელი ჩვენი ეთერი ამით კი